მას შემდეგ, რაც საბავშვო რძის ნაწარმში მავნე ნივთიერება აფლატონიქსი აღმოჩნდა, მშობლებს, რომლებიც სისტემატიურად ყიდულობდნენ საბავშვო რძის ნაწარმს, საინტერესებთ ხომ არ უნდა ჩაუტარონ შვილებს გამოკვლევა, რათა მათი ჯანმრთელობა გადაამოწმონ. თემაზე სასაუბროდ ჩაგურთვება პედიატრი ანა ქადაგიშვილი. გამარჯობა, დიდი მადლობა, რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. ქალბატონო ანა, როდესაც გავიგეთ, რომ შვილებისთვის ხანგრძლივი დროის მანძილზე ვყიდულობდით რძეს, რომელიც არათუ სასარგებლო, არამედ მავნებელია. საჭირო არის თუ არა ჩაუტაროთ ბავშვებს სამედიცინო გამოკვლევები? მოგესალმებით. მოკლედ, ძალიან ისეთი ბუმია ახლა ამბის, რომ პროდუქტში, რომელიც იყო სოფლის ნობატის სახელწოდებით, აღმოჩნდა აფლატოქსინების რაოდენობა, სრულ რაოდენობაზე მეტი. როგორც ვიცით, აფლატოქსინები, მიკოტოქსინებია, ძალიან საშიში ტოქსინებია, ორგანული ნაერთებია, რომლებიც წარმოიქმნებიან ობის სოკოსგან, ასპერგილიუს ფლავუს და ასპერგილიუს პარაზიტიკუს, არის აი ამ სახეობა, აი ამ სოკოების, ისინი ბინადრობენ მაღალი ცხიმის შემცველი ზეთის შემცველ პროდუქტებში, მარცვლეულებში, თხილში, მიწის თხილში და ასე შემდეგ, ასევე ბალახეულში, მაგალითად არასაკმარისად დამუშავებული ჩაის ბალახეულში, ნებისმიერ ბალახეულში და ამ ბალახეულს, როდესაც ძროხა მიიღებს საკვებად, რასაკვირველია, ის პროდუქტი დაძნებონდება. ძალიან საშიში ტოქსინებია მართლა, მაგრამ საქართველოში და ჩვენს ლაბორატორიებში ესეთი კვლევების ჩატარება, ანუ არ არსებობს, ასეთი კვლევები არ ტარდება. სამწუხაროდ კიდევ მინდა ვთქვა, რომ ეს აფლატოქსინები თერმულ დამუშავებას არ გადიან, ანუ ისე არ არის საკმარისი მათი თერმული დამუშავება და სრულ რაოდენობაზე მეტი, როცა აზიანებს ღვიძლს, როგორც იცით და უკვე მოარულია ეს და ყველა მიცის აბსოლუტურად, რომ აზიანებს განსაკუთრებით ღვიძლს და იწვევს ასევე პროვოკაციას, პროვოცირებას ახდენს სიმსივნური უჯრედების გამრავლებაზე და იწვევს ღვიძლის სიმსივნის გავრცელებას ორგანიზმში, არის მართლა ძალიან საშიში ტოქსინები. კვლევების ჩატარება ვერ მოხერხდება, იმიტომ რომ ჯერ ერთი დავიწყოთ იქიდან, რომ კვლევების ჩატარების აზრიც არ არსებობს, რადგანაც თვითონ აფლატოქსინები ორგანიზმიდან არ გამოიდევნებიან არასგზით და არც სამკურნალო საშუალება მათ საწინააღმდეგოდ არ არსებობს. ესე იგი, რა გამოკვლევებიც არ უნდა ჩაუტაროთ, მაინც ვერ დავადგენთ, მიადგა თუ არა ამ რძის ნაწარმით ბავშვს ზიანი? ან თუნდაც რაიმე გამოვლინდეს, ვერ უმკურნალებთ? არანაირი შედეგი არ ექნება კვლევების ჩატარებას. კვლევების თუ ადამიანი პრაქტიკულად ჯანმრთელია, მე როგორც ექიმი ვამბობ ამას და მას არანაირი სიმპტომი არ აღენიშნება და მან დიდი ხნის განმავლობაში მიიღო სოფლის ნობატის თუ არ ვიცი ის პროდუქტები, რომელშიც აღმოჩენილი იქნა აფლატოქსინების სრულ რაოდენობაზე მეტი. ამ შემთხვევაში არ არის საჭირო კვლევები, იმიტომ რომ პაციენტი თუ თავს კარგად გრძნობს, მას შესაბამისად მისი ორგანიზმმა მიმღებლობა იყო ნაკლები და მას არ მიუღია ეს პროდუქტი რაოდენობით, რომ შეიძლება დასნებოდეს. მაგრამ რა თქმა უნდა, სიმპტომურად მოხდება კვლევები, ოღონდ იმ კვლევებით, მიზანმიმართული კვლევებით, რომელიც აი ამ პათოლოგიების დროს ხდება ხოლმე და ვატარებთ მედიკოსები ამ კვლევებს პაციენტებისთვის. დანარჩენ შემთხვევაში საქართველოში ეს ლაბორატორია უბრალოდ არ არსებობს და არ არის, სადაც ეს კვლევები, ანუ აფლატოქსინებზე ჩატარდება, წინასწარი კვლევებსაც აზრი და შედეგიც არ აქვს, იმიტომ რომ როგორც წეგან აღნიშნე, გამოდევნა ამ ტოქსინების გამოდევნა ორგანიზმიდან არის შეუძლებელი ფაქტიურად, იმიტომ რომ ვერ გამოიდევნებიან ისინი. უბრალოდ ერთადერთი რაც არსებობს, რომ დავიცვათ ადამიანები, მისი მიმღებლობა უნდა იყოს შეზღუდული და რასაკვირველია აიკრძალოს და ამოიღოს ასეთი პროდუქტები ქსელებიდან, სავაჭრო ქსელებიდან. სხვა დანარჩენ შემთხვევაში ძალიან რთული ვითარება იქნება. ზოგ მშობელს ქართული რძის კომპანიების მიმართ უნდობლობა გაუჩნდა და დროებით აღარ ყიდულობენ. რამდენად სწორი არის ბავშვის რაციონიდან რძის ნაწარმის ამოღება? არის ერთი კარგი გამოთქმა ინგლისში ცხვარივის გაუწყვეტია და მე მგონია რომ ძალიან ეს ხალხური გამოთქმა ძალიან ამართლებს. ამ შემთხვევაში არ შეიძლება რძის პროდუქტები აუკრძალოთ, იმიტომ რომ რძე ისევე აუცილებელი საკვები პროდუქტია ბავშვისთვის, როგორც სხვა დანარჩენი მიკროელემენტები და ყველა ის საჭირო ნივთიერებები, განსაკუთრებით ბავშვებში უკვე ჩვილობის ასაკში, როცა სხვას გადადის ბავშვი და სადღაც ერთი წლის შემდეგ და მანამდეც თუ ხომ იცით და მოგეხსენებათ, რომ ბუნებრივ კვებაზე ხა ძალიან ცოტა ბავშვია ხოლმე და ეხლა მე თვითონ პედიატრი ვარ და ბავშვებს ვინჯავ და ვიცი მათი მდგომარეობა. შესაბამისად რძის პროდუქტების აკრძალვა რა თქმა უნდა არ შეიძლება და უნდობლობა
უნდობლობა, რა თქმა უნდა, აი ამ მზის პროდუქტების მიმართ, მაგრამ მე მაინც ისევ იგივეს გავიმეორებ, რომ უნდა მოხდეს მუდმივი გადაკონტროლება და დაისახოს პრევენციული ღონისძიებები. ამას უკვე დაავადებათა კონტროლი გააკეთებს, ასევე სურსათის ეროვნული სააგენტო და მათ მიერ უნდა იქნეს შესწავლილი თითოეული პროდუქტი, რძის ნაწარმი და კომპანიებმაც უნდა მოახდინოს სწრაფი, ძალიან აუცილებლად საჭირო რეაგირება. მშობლების მართლაც მესმის და ისინი მართლები არიან ამ შემთხვევაში, მაგრამ მოუწოდებ მათ, რომ რძის პროდუქტის აკრძალვა ბავშვებისთვის კიდევ მეტ რაღაცა პრობლემებს მოგცემს შემდგომ მათ განვითარებაში. ქალბატონო ანა, ასევე რამდენად რეკომენდირებული არის ბავშვებისთვის არასეზონური ბოსტნეულის, კიტრის, პამიდურის, ბადრიჭნის და ასევე არასეზონური ხილის მიცემა? არ არის რეკომენდირებული ბავშვებისთვის აი ამ პროდუქტების მიღება, კიდაც თერმულად დამუშავებული იყოს ის. იმიტომ რომ არასეზონური ხილი და ბოსტნეული არათუ ბავშვებისთვის, მოზრდილი ადამიანებისთვისაც მისაღები არ არის, რეკომენდირებული არ არის. მართლაც დაიბნა მოსახლეობა, იმიტომ რომ რომელი პროდუქტი მიიღონ და რაღაცა, ეხლა ყველას არ აქვს ის საშუალება, რომ სახლში მოყვანილი პროდუქტები მიაწოდონ ბავშვებს და მოიხმარონ თავადაც. ამიტომ მე მაინც ვამბობ, რომ არასეზონურ ხილსა და ბოსტნეულთან დაკავშირებით იყვნენ ფრთხილად, ბავშვებისთვის ეს საერთოდ არ არის საჭირო, თუმცა ჩვეულებრივ სოფლის მეურნეობის პროდუქტები სპეციალური დამუშავებით ჩვენ ადრე გვასწავლიდნენ, რომ გავდიოდით ინფექციურ საავადმყოფოში პრაქტიკებს, ხონებრივ მასწავლებელი შვილი გვიტარებდა ხოლმე ლექციებს და სულ ამბობდა, რომ კარგად დამუშავებული უნდა იყოს ბოსტნეული, ნახევარი საათი რაღაცა სოდის ქვეშ და ისეთი გამდინარე წყლით უნდა გაირეცხოს და გაჩერდეს, რომ ტოქსინები გამოუვიდეს. მოკლედ კარგად დამუშავებული პროდუქტი უნდა მიაწოდონ განსაკუთრებით ხილი და ბოსტნეული ამ შემთხვევაში, მაგრამ არასეზონურ ხილზე და ბოსტნეულზე მექნება იგივე რეაქცია, რაც წევა ნიშნავს, რომ ბავშვებისთვის ეს ყოველად დაუშვებელია. დიდი მადლობა, რომ დრო გამონახეთ და მიიღეთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობა. გვესაუბრებოდა პედიატრი ანა ქადაგიშვილი.